დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კონკრეტული მწარმოებლის ინსულინის დეფიციტი შეიქმნა და ბავშვები ამ პრეპარატს ვერ იღებენ, ეხმაურება ჯანდაცვის მინისტრი. მისი ინფორმაციით, პაციენტები გერმანიაში წარმოებული ინსულინით არიან უზრუნველყოფილი. რაც შეეხება დანიური კომპანიის მიერ წარმოებულ პრეპარატს, ამ კომპანიასთან ხელშეკრულება 13 აპრილს გაფორმდა, თუმცა მას შემდეგ თავად კომპანიამ არაერთხელ დაარღვია შეთანხმება, პროდუქცია დაგვიანებული ვადებით და ნაკლები ოდენობით მიაწოდა ქვეყანას. ვალდებულება ამ კომპანიამ არ შეასრულა. მინისტრის თქმით, პრეპარატის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით მშობლებს ინფორმაცია მიეწოდათ, ინფორმირებულები არიან ასევე მედიკოსები. აღნიშნავ, რომ დიაბეტის დიაგნოზის მქონე ყველა ადამიანი საქართველოში, მათ შორის დაუპირველესად, რა თქმა უნდა, ბავშვები სრულად არიან უზრუნველყოფილი ფრანგული კომპანიის Sanofi Aventis-ის წარმოებული, უბრალოდ ეს გერმანიაში იწარმოება საშუალებებით ინსულინით და ამ თვალსაზრისით რაიმე პრობლემა არ არსებობს. ეს არის საშუალება, რომელსაც მოიხმარს ევროპის არაერთი განვითარებული სახელმწიფო. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავ, რომ რაიმე შეფერხების რისკი ამ საშუალებით პაციენტების უზრუნველყოფაში არც შექმნილა, არც დღეს არსებობს და არც შეიქმნება ახლო მომავალში. არსებობს საკმაოდ პოპულარული მეორე საშუალება ინსულინი, რომელსაც აწარმოებს კომპანია Novo Nordisk. ეს არის დანიური კომპანია. წელს 14 აპრილის ხელშეკრულება გვაკავშირებს ამ კომპანიასთან, სამწუხაროდ კომპანიამ პირველ ჯერზეც ყოველგვარი ახსნის გარეშე დაარღვია ხელშეკრულება და მოგვაწოდა დაგეგმილთან შედარებით ბევრად ნაკლები პრეპარატი და ისიც დაგვიანებით. რაც შეეხება ცალკეული ადამიანების მცდელობებს, რომ აშკარად გამიზნულად დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებით შექმნან ხელოვნური აჟიოტაჟი ამ საკითხის ირგვლივ და შემდეგ ვინმე ეს აჟიოტაჟი ზოგიერთ შემთხვევაში პოლიტიკური სპეკულაციების საბაბად გამოიყენოს.